მოგესალმებით. და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რასაც გაიმართა მსჯელობა დღევანდელ მთავრობის ხდომაზე, ამასთან დაკავშირებით გავამახვილო თქვენი ყურადღება და საზოგადოების ინფორმირებისთვის რამდენიმე საკითხზე დავაკეთოთ კომენტარი. პირველი ეს არის უკავშირდება საკითხს კოვიდის პერიოდში სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სამედიცინო მომსახურებას, მოგეხსენებათ, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული არაერთგვაროვანი შეხედულებები საზოგადოებაში, ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით იყო წარმართული და არსებობდა გარკვეული პრობლემები თვითონ სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში. ეს ასახულია მათ შორის არაერთ აქტში, რომლითაც შემოწმდა ასეთ დაწესებულებების იმ პერიოდის საქმიანობა და რომელთან დაკავშირებითაც გამოვლენილი იქნა კონკრეტული ნაკლოვანებები. მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სამართლებრივად განხორციელდება ყველა ამ დაწესებულების მიმართ, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები წარმოშობილი სახელმწიფოს წინაშე, ფინანსური პასუხისმგებლობის სახით შეეთავაზებათ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ კი დავალიანებული დღეისთვის, დღევანდელი მდგომარეობით დავალიანებული თანხის 25%-ს ისინი აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამ შემთხვევაში დანარჩენი პასუხისმგებლობისგან ისინი პირდაპირ განთავისუფლდებიან. ეს შეთავაზება პრაქტიკულად უკვე ძალაში შევა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, მიეცემათ გარკვეული პერიოდი სამედიცინო დაწესებულებებს, რომ მომართონ სახელმწიფოს და შესაბამისად სწორედ ამგვარად წარიმართება ეს ურთიერთობები. მოგახსენებთ, რომ ჯამური ვალდებულებების ოდენობა გახლავთ დაახლოებით 26 მილიონი ლარი, რაც შეეხება შეთავაზებას, ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და ვფიქრობთ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის სამართლიანი შეთავაზება. აღნიშნავს იმსახურებს ასევე ის გარემოებაც, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საკმაოდ აქტიური კონსულტაციები თვითონ სამედიცინო დაწესებულებებთან, მათ შორის ბიზნეს სუბიექტებთან, რომელიც აქ ოპერირებენ, ამ სფეროში ოპერირებენ და ვფიქრობ, რომ მათი მხრიდანაც ამას ექნება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური განწყობა, პოზიტიური დამოკიდებულება და არაერთი სამედიცინო დაწესებულება შეძლებს, რომ ამ მინიჭებული შეღავათით ისარგებლოს. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვისახავთ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, ეს არის მეტი შესაძლებლობის მიცემა, მინიჭება სამედიცინო დაწესებულებებისთვის, რათა მათ შორის ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ სწორედ იმას, რასაც ქვია პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნა, მათ მიერ პროფესიული მოვალეობების განსახორციელებლად. აი ესეთია ძირითადი ინფორმაცია იმ საკითხის ირგვლივ, რომელზეც მინდოდა პირველ რიგში საუბარი. მე შემიძლია მომდევნო საკითხზეც გადავიდე და შემდეგ ვისაუბროთ უკვე კითხვების ფორმატში. მომდევნო საკითხი უკავშირდება ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების განმტკიცებას და ამ თვალსაზრისით მომდევნო ნაბიჯების გადადგმას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზულტატები ამ მიმართულებით, აქვს ძალიან კარგი შედეგები, რომელიც შედეგად მოჰყვა მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახურის ჩამოყალიბებას, მის შექმნას, მის ფუნქციონირებას, რის შედეგადაც პრაქტიკულად პერმანენტულად უწყვეტად გრძელდება შემცირება იგივე სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევებისა, დასახიჩრების შემთხვევები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც რა თქმა უნდა სამინისტროს, ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტთა შორის ერთ-ერთი მთავარი გახლავთ და ეს მიხარია, რომ მთლიანად მთავრობისთვის პრაქტიკულად ერთიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს გახლავთ კიდეც სამთავრობო პროგრამის ნაწილიც და შესაბამისად გვაქვს საფუძველი ახლა ვისაუბროთ სამომავლოდ გაუმჯობესებულ შესაძლებლობებზე, რომელსაც გააჩენს ახლად მიღებული ნორმატიული აქტი. ეს გახლავთ კონკრეტული დადგენილება, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. უზოგადესი და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებები ჩნდება ბიზნეს სექტორისთვის, დამსაქმებლებისთვის, ყველა დაწესებულებისთვის, სადაც რომელშიც განთავსებულია დანადგარები, რომელიც შედარებით მომეტებული საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს, იგივე დასახიჩრების თვალსაზრისით და სხვა.
შესაბამისად, გინდება ვალდებულებები ისეთი სახის, როგორიც არის მაგალითად უშუალოდ განთავსებასთან დაკავშირებული ნორმები და სტანდარტები. გინდება ვალდებულება მაგალითად პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ ამ აგრეგატორთან, დანადგარებთან, მათ კონდეთ ხელმისაწვდომი იყოს მათთვის მაგალითად სამუშაო ინსტრუქციები, დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ ამ დანადგარების გამოყენებას და სხვა. განსაკუთრებულად აღნიშვნას საჭიროებს, რა თქმა უნდა, რომ ჩვენი მოლოდინი არის, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ეს ნორმატიული აქტი 2025 წლის 1 სექტემბრიდან, რეალურად ესეც თავის მხრივ გამოიწვევს კლებას უბედური შემთხვევებისა დასაქმების ადგილებზე. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებას ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველოს აქვს შესასრულებელი გარკვეული ამოცანები და ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მსუყე ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი ვალდებულებებისა, რომელიც ასოცირების შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოს აქვს დაკისრებული, შესაბამისად ეს ვალდებულებაც ჩაითვლება შესრულებულად. ესეც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მათ შორის ევროპულ სტანდარტებთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით. ეს არის ძირითადი ინფორმაცია ამ ნორმატიულ ცვლილებასთან დაკავშირებით. და მინდა ასევე გიამბოთ, ასევე კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს მთავრობის, რომლის საფუძველზეც მიღებულია დადგენილება და რომლის მიხედვითაც დაიგეგმა და განხორციელდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში და საკმაოდ ხანგრძლიანი რამდენიმე წლიანი პერიოდია განსაზღვრული პირველადი ჯანდაცვის რეფორმა. პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ეს გახლავთ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი სფერო და სექტორი მიმართულება ხშირად, საკმაოდ ხშირად უსამართლოდ ყურადღების მიღმა დარჩენილი, თუმცა ის რასაკვირველია, საჭიროებს ეს ყველა პროფესიონალის აზრია, რომ საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და განსაკუთრებულ მიდგომებს. სწორედ ამიტომ ეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის, ზოგადად სამთავრობო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს და ჩვენი სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას. აი ამ თვალსაზრისით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ დაიგეგმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად პირველი დაფინანსების მოდელების შეცვლა, მეორე რაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ეს არის მთლიანად მოხდება შედეგებზე ორიენტირება პირველადი ჯანდაცვის რგოლისა. ანუ დაფინანსების შეცვლასთან ერთად გაჩნდება კონკრეტული ინდიკატორები, კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლები, რომელიც უნდა განახორციელოს კონკრეტულმა დაწესებულებამ, კონკრეტულმა ექიმმა საიმისოდ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი რეალურად ფუნქციურად სათანადოდ ასრულებდეს, ჯეროვნად ასრულებდეს მასზე დაკისრებულ ამოცანებსა და მოვალეობებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, იმდენად რამდენადაც ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს, რომელიც დაემატება, ეს განსაზღვრულია ყველაფერი, მათ შორის ამ დადგენილების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მინისტრის ბრძანებებით და ვფიქრობთ, რომ ესეც ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რაც იმავდროულად შედეგად მოიტანს მაგალითად იმას, რომ ადრეულ სტადიაზე მაგალითად დაავადებების გამოვლენა მოხდება უფრო ეფექტიანად, ვიდრე ეს ამ დრომდე ხორციელდებოდა. მოხდება უფრო სწორად დაკვალიანება კონკრეტული პაციენტებისა და მათი მკურნალობის უფრო სწორად დაგეგმვა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისეთი კომპონენტი, როგორიც არის პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება, შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება, ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ წარმატებული საქმიანობის გაზომვადი ინდიკატორებით შეფასების შემდეგ რეალურად შეიძლება უჩნდებოდეს კონკრეტულ დაწესებულებებს უფრო მაღალი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა. ამასაც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად უყურებს სექტორიც მთლიანად, ზოგადად ასეთი მიდგომების გამოყენებას. პირველ ეტაპზე გათვალისწინებულია ამ პროგრამების განხორციელება პილოტურ რეჟიმში, იმიტომ რომ ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის არის, რომ სწორად დაიგეგმოს, ასე ვთქვათ, რეფორმა, რამდენიმე თვის განმავლობაში პილოტირების რეჟიმში განხორციელდება ამ დადგენილების მოქმედება, ეს პროგრამა თვითონ მთლიანობაში
ჩვენ ვფიქრობთ დაახლოებით 1 ნოემბრამდე ამ პროგრამის ამ რეჟიმში განხორციელება შერჩეული გვყავს 6 კონკრეტული დაწესებულება, რომელიც მოემსახურება პილოტურ რეჟიმში აი ამ ახალი პროგრამის განხორციელებას და შემდგომ რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ მომდევნო წლის დასაწყისიდან რეალურად ამოქმედებადი იქნება ყველა დაწესებულებასთან მიმართებაში. ესე იგი, ამრიგად გათვალისწინებულია როგორც ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის იმავდროულად და ექთნებისთვის, ასევე გათვალისწინებულია მოქალაქეებისთვის ახალი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანდაცვის სტანდარტებს და ხარისხს საზოგადოდ და იმავდროულად გათვალისწინებულია საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად დანერგილი ყველაფერი ეს, მათ შორის გათვალისწინებულია მაგალითად 2028 წლიდან სოფლის ექიმების ჩართვა ამ პროგრამაში და სოფლის ამბულატორიებისა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ითქვას ასევე, რომ პროგრამაში ჩართვა დაწესებულებებს, მათ შორის აი 1 ნოემბრამდე პერიოდის განმავლობაში ექნებათ ნებაყოფლობითი იქნება, რა თქმა უნდა, ისინი შეაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებსაც, საკუთარ გეგმებსაც და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან აქტიური თანამშრომლობაც. უნდა აღინიშნოს, რომ ამბიციურია გეგმა იმდენად, რამდენადაც დაახლოებით მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში ეს გულისხმობს დაახლოებით 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც შეუძლია რეალურად პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით აი ესე უშუალო გათვლებით 160 მილიონიანი შეღავათი მისცეს მთლიანად ჯანდაცვის სექტორს დაფინანსების თვალსაზრისით, ვინაიდან რეალურად აქ ჩნდება შესაძლებლობა, რომ ძალიან ბევრი მძიმე დაავადება იქნეს თავიდან არიდებული, ან მისი გართულებული ფორმები იქნეს არიდებული, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ პროპორციულად შეკვეცავს იმ ხარჯებს, დანახარჯებს, რომელიც ჯანდაცვაზე ხორციელდება და ეს ხარჯები შესაძლებელია უფრო მეტი ეფექტის მომტანი მკურნალობაზე იქნეს ორიენტირებული და წარმართული. მე მინდა ყველას წარმატება უსურვო, ვინც ჩართული იქნება ამ პროგრამის განხორციელებაში. ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის, იმდენად რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანი სფეროს, ჯანდაცვის სფეროს გაჯანსაღების ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და ნაბიჯი გახლავთ, რომელიც მომდევნო წლებში ძალიან სერიოზული რეზულტატები შეიძლება მოიტანოს ქვეყნისთვის. დიდი მადლობა, ახლა მზად ვარ გიპასუხოთ კითხვებზე, რომელიც გექნებათ. მოგესალმებით, სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი. მე მინდა დავუბრუნდე პირველ საკითხს ბატონო მიხეილ, თქვენ თქვით, რომ გქონდათ ამ თემაზე კონსულტაციები კლინიკებთან, ბიზნეს სექტორთან, თუმცა გვაინტერესებს ეს მათი თხოვნა იყო თუ არა, დავალიანების ჩამოწერა, თუ საიდან წამოვიდა ზოგადად ეს ინიციატივა, რა საჭიროებამ განაპირობა? კი, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა და საინტერესო კითხვაა. მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ მათგან მომდინარე ინიციატივა იყო, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით, სხვა შორის მიმდინარე სამართალწარმოებებიც არის ამასთან დაკავშირებით. ასეთი ინიციატივა ბუნებრივია, რომ არა ამ სახით, მაგრამ გარკვეული პრობლემა და პრეტენზია ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია არსებობდა. იმიტომ რომ არის მოსაზრება და ფიგურირებს ეს მოსაზრება სექტორში, რომ გარკვეული ნაკლოვანები, მათ შორის ამ საკითხების შემოწმების პროცესშიც არსებობდა. ასევე რაც აღსანიშნავია, ეს არის, რომ თვითონ მოქმედი კანონმდებლობის საკმაოდ სიმკაცრე შესაბამისად ესეც ბუნებრივია განაპირობებდა გარკვეულ უკმაყოფილებას სექტორში და შესაბამისად ხშირად ხდებოდა აპელირება, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ახალი ფინანსური ინვესტიციების განხორციელების დროს შემაკავებელ ფაქტორად ყოველთვის სახელდებოდა მათ შორის ის ფინანსური ტვირთი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ჰქონდა გაჩენილი სექტორს. ამიტომ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინიციატივა როგორც ასეთი ზოგადად ამ საკითხთან მიმართებაში მომდინარეობდა სწორედ უშუალოდ სექტორისგან, სამედიცინო სექტორისგან, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელ პირებად არიან გამოკვეთილი, თუმცა ჩვენი მხრიდან უკვე მოფიქრებული და ჩამოყალიბებული იქნა ის მოდელი, რომლითაც ამ შემთხვევაში აი ამ წამოსულ ინიციატივას ჩვენ ვუპასუხეთ და შესაბამისად საპასუხოდ სწორედ ასეთი ინიციატივა იქნა ჩამოყალიბებული ამ კონფიგურაციით, როგორც ეს მოგახსენეთ მანამდე. კიდევ ერთი კითხვა მაქვს უშუალოდ ჯანდაცვის სექტორს არეხება, თუმცა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს ისე გკითხავთ ეკონომიკურ მაჩვენებელზე ისაუბრა პრემიერმა და ისაუბრა როგორც თავად ამბობს იმ სპეკულაციებზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კონკრეტული ადამიანები პროგნოზირებდნენ ეკონომიკურ კრიზისს ქვეყანაში, თუმცა პრემიერი ამბობს, რომ სტატისტიკა ამბობს სხვა რამეს. რატომ კეთდებოდა ასეთი პროგნოზები, იყო თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული? იცით, აი ჩემთვის პირადად საკმაოდ ემოციურია ხოლმე ასეთი
ასეთ საკითხებზე მსჯელობა, იცით? აი ზუსტად გამახსენდა მათ შორის ის ინტერვიუ და ის კომენტარი, რომელზეც ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, კონკრეტულად რიცხვის კი დასახელდა, ასე ვთქვათ, იმ კომენტარისა, რომელზეც იყო საუბარი. და მახსოვს აი ადამიანი სრულიად ჩამოყალიბებული სახით. ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელიც ცდილობდა სრულიად მტკნარი სიცრუე შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის, როგორც ექსპერტული მოსაზრება, რომ თითქოს და სამ თვეში მართლაც ჩამოიშლებოდა ქართული ეკონომიკა. რომ განვითარდებოდა ძალიან უარყოფითი პესიმისტური, ასე ვთქვათ, სცენარით და ასე შემდეგ. სინამდვილეში მე მგონი მისთვისაც გადასარევად ცნობილი იყო იმ ხანადვე, იმ ადამიანისთვის, ვინც ეს კომენტარი გააკეთა იმ ხანად, რომ ეს იყო აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ დამაჯერებულობასა და საფუძველს, მაგრამ აი თეატრალიზებული ესეთი გამოსვლები იყო ამასთან დაკავშირებით, რომ თითქოს როგორ აპოკალიფტურად განვითარდება მოვლენები. სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ხშირად აი პოლიტიკური мотивაციით ნაკვები ასეთი ვითომ ფსევდო ექსპერტული განცხადებები. ხშირად აბსოლუტურად გამიზნულად აზიანებს ეკონომიკას. ეს არის სამწუხაროდ საბედნიეროდ ამ შემთხვევაში წარუმატებელი მცდელობა, რომ დაზიანდეს იგივე ეკონომიკური შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისა. ეს არის ერთგვარი საბოტაჟი ასეთ ტიპის განცხადებები, რომელსაც აკეთებენ აქედან გამომდინარე შემიძლია სრულიად დაბედულად დავარქვა ასეთ ადამიანებს ფსევდო ექსპერტები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ფაქტია, დღეს გავიდა 3 თვე და ქვეყნის ეკონომიკა არ ჩამოშლება. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩვენი საზოგადოებისთვის, მათ შორის ნათელი უნდა იყოს და ცოტა მეტი სიფრთხილით უნდა უყურებდეს, მათ შორის ჩვენი საზოგადოება ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელზედაც დღეს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დიდია мотивация ოპოზიციურად განწყობილ ფსევდო ექსპერტებში. რომ შექმნან ერთგვარი ხელოვნური აჟიოტაჟი ეს იმისთვის, რომ აბსოლუტურად კონკრეტული ზიანი მიაყენონ ქართულ ეკონომიკას, განწყობას ქვეყნის ეკონომიკის მიმართ, მის შესაძლებლობებს და ასე შემდეგ. ეს სამწუხარო რეალობაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ციფრთხილით შეხედავს მომავალში თუნდაც ასეთ პირთა დახატულ აპოკალიფტურ სურათებს. მოგესალმებით ბიზნეს ინსაიდერი. მე მაინტერესებს ის კლინიკები, რომლებიც ნაწილ თანხას დაფარებენ, როგორც თქვენს ბრძანეთ. ის თანხა რაც მთლიანობაში გადასახდელი ქონდა, თქვენ ბრძანეთ, რომ ტექნიკურ აღჭურვილობაში და გადახარჯავს ეს კონკრეტული ბიზნეს სუბიექტი. ეს იქნება უბრალოდ სიტყვიერი შეთანხმება, თუ იურიდიულად მოხდება დოკუმენტი, თუ ის თანხა წავიდეს რეინვესტირება განხორციელდეს. ეს საკანონმდებლო დონეზე და ნორმების სახით დარეგულირებული არ გახლავთ უშუალოდ ამ დადგენილებით, მაგრამ კლინიკებს აქვთ მიმდინარე კონკრეტული ფინანსური ვალდებულებები, ფინანსური არ უბრალოდ ინფრასტრუქტურული ვალდებულებები და მათ აქვთ განვითარების გეგმები, რომლისთვისაც რა თქმა უნდა მათ სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა. მაგალითისთვის უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე პროექტს წარმოადგენს მაგალითად სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ცვლილებები. მნიშვნელოვან დანახარჯებს მოითხოვს და შესაბამისად ეს ყველაფერი ბუნებრივია, რომ საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას. აი ამიტომ, როდესაც დასაწყისშიც აი ქალბატონ სოფიოს კითხვაზე პასუხი გავეცი, იქვა აღნიშნე, რომ ეს ხშირად ითქმებოდა, რომ მაგალითად ფინანსური ვალდებულებები, რომელიც უჩნდებათ იგივე ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის თვალსაზრისით, სწორედ აქ ჩნდებოდა გარკვეული კოლიზია დაგესრებულ პასუხისმგებლობასა და მათ ფინანსურ შესაძლებლობებს შორის. ამიტომ ჩვენ პრაქტიკულად შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ რეალურად ყველა საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ნაწილი რეალურად აი ამ გამონთავისუფლებული ფინანსური შესაძლებლობებისა კლინიკების მხრიდან სწორედ მათი შესაძლებლობების განვითარებას მოხმარდება, რომელთა დიდი ნაწილი რეალურად წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებს, რომელიც ეკისრებათ კლინიკებს. ზოგიერთ ნაწილს, გარკვეულ ნაწილს ეს შესრულებული აქვს ეს ვალდებულება, ზოგი შესრულების პროცესია. ბუნებრივია, რომ მომავალშიც ასეთი ვალდებულებების გაჩენაც მომავალშიც იგეგმება, იმიტომ რომ ხარისხი სამედიცინო სერვისებისა მუდმივად მზარდი იყო ამ დრომდეც და ეს ბუნებრივია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნება. ეს ყოველთვის, რა თქმა უნდა, საჭიროებს ფინანსურ მხარდაჭერას. VMD თელარა გელანტია, რამდენიმე კითხვა მექნება ბატონო მიხეილ. კლინიკების თემით გავაგრძელებთ. დღეს ეწურება, როგორც ვიცით, ვადა 1 მაისამდე უნდა გაიარათ კლინიკებს აკრედიტაცია, ვიცით ნაწილისთვის ამბულატორიული მიმართულებით გადავადა. შეგიძლიათ გარკვეული სტატისტიკური მონაცემები მოგვაწოდოთ, რამდენმა გაიარა ჯამურად, რამდენმა ვისაც აქვს გასავლელი, მათ რა ბედიელით, იმიტომ რომ რამდენადაც მახსოვს იყო პირობა, ვინც ვერ გაივლიდა აკრედიტაციას, ისინი ვერ გააგრძელებდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ვერ დარჩებოდნენ. რა ხდება?
დიახ, მოგეხსენებათ, რომ ამასთან დაკავშირებით მოქმედი წესი იყო ასეთი. 1 იანვრამდე იყო გათვალისწინებული კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაში უნდა შესრულებულიყო ვალდებულებები. ჩვენ იმხანად, როდესაც შევაფასეთ არსებული ვითარება, აღმოვაჩინეთ, რომ რამდენიმე ათეული იყო რიცხვი იმ დაწესებულებებისა, რომელსაც რეალურად დაწყებული ჰქონდათ აკრედიტაციის მოპოვების პროცედურები, თუმცა ამას ჭირდებოდა ბოლომდე მიყვანა პროცესის. ამიტომ გადავწყვიტეთ იმხანად, რომ 1 მაისამდე ეს ვადა გაგრძელებულიყო. იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ვინმეს დასჯა, არამედ ის, რომ რეალურად ამ დაწესებულებებმა შეძლოს იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რომელიც მოითხოვება პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს შემიძლია აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ რეალურად იმ გადაწყვეტილებამ, რომელიც დეკემბრის ბოლოს იქნა მიღებული, გაამართლა. იმიტომ რომ ნახეთ პრაქტიკულად უწყვეტად ამ დაწესებულებებიდან არც თუ უმნიშვნელო ნაწილს დაახლოებით 20-ია მათი რიცხვი, მათ შეძლეს რომ 1 მაისამდე აკრედიტაცია მოეპოვებინათ დამატებით და ამით პრაქტიკულად გადაელახა წყვეტის გარეშე გაეგრძელებინათ თავიანთი საქმიანობა. ამან ბუნებრივია დადებითი როლი ითამაშა თვითონ პაციენტების ინტერესებზე. დღესაც დგას მსგავსი საკითხი. დარჩენილი რიცხვი, ასე ვთქვათ, დაწესებულებებისა ეს არის რამდენიმე საჯარო დაწესებულება და გახლავთ დაახლოებით 13 ორგანიზაცია, რომელიც კერძო სტრუქტურაა. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ 13 დაწესებულებიდან აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ორგანიზაცია გახლავთ, რომელიც არის მონოპროფილური, თუმცა მნიშვნელოვანი ფუნქციის და სერვისის მიმწოდებელი, მაგალითად ზოგიერთ რეგიონში და იმავდროულად აპატიეთ ეს არის დაწესებულებები, რომელიც მაგალითად რეგიონული მასშტაბით შეიძლება იყოს ერთადერთი სერვისის მიმწოდებელი. მათ აქვს ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიკური გარკვეული პრობლემები, რომელიც აუცილებლად მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომასაც. ამიტომ ალბათ ჩვენ შევეცდებით, რომ და მზად ვართ ამისთვის, რომ დღეს მივიღოთ გადაწყვეტილება, უკვე ალბათ სამინისტროს დონეზე მიიღება გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გარკვეული დამატებითი ვადების და შესაძლებლობის მიცემა ამ 13 დაწესებულებისთვისაც განხორციელდება. ანუ გადაუვადებთ, სწორად გავიგეთ. ესეთ მექანიკური გადავადება არ იქნება. რეალურად ალბათ განხორციელდება გარკვეული პერიოდულობით ანგარიშგების ვალდებულება და შესაბამისად ვინ შეძლებს რომ მაგალითად მომდევნო უახლოეს პერიოდში წარმოადგინოს საერთაშორისო აკრედიტაციაზე დაწყებული პროცესის დამადასტურებელი დოკუმენტი და შემდგომ მაჩვენებელი პროგრესისა გარკვეული პერიოდულობით ბუნებრივია რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რომ შეღავათი გაუწიოთ ასეთ დაწესებულებებს. და შეღავათი იქნება ის რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან თქვენ არ შეუჩერებთ. იმავდროულად თქვენ გახსოვთ რომ დეკემბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილებით ჩვენ გავაჩინეთ შესაძლებლობა რომ საგამონაკლისო წესით გქონოდათ გამონაკლისად მინისტრის ბრძანებით ზოგიერთ კლინიკას მინიჭებული შესაძლებლობა რომ მათ საქმიანობა გაეგრძელებინათ. ამას მოითხოვს მათ შორის ზოგიერთი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ზოგიერთი სერვისისა, მაგალითად სხვადასხვა რეგიონებში. კიდევ რამდენიმე კითხვა დამრჩა. თქვენც საუბრობდით, რომ ეკონომიკაში პროცესები ისე არ განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ყოველ შემთხვევაში კეთდებოდა საბედნიეროდ, რა თქმა უნდა, თუმცა ყველას გვიკურს, მაგრამ კარგია, რომ პოლიტიკური კრიზისის პარალელურად ქვეყანაში არ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი და ასე შემდეგ. ჩემი კითხვა მდგომარეობს აქ დავაზუსტოთ უბრალოდ, რომ კრიზისთან და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებითაც ესეც შეიძლება ესე არაერთგვაროვანი შეფასების საგანი იყოს. ზოგი ამბობს და მტკიცებით ფორმაში წარმოადგენს კრიზისის არსებობას, ზოგი ამას არ ეთანხმება, ამიტომ სულ მცირე მე თქვენ ადგილას ცოტა რბილად ვიტყოდი პოლიტიკურ კრიზისზე, როგორც ფაქტზე ნუ ისაუბრებთ, მაინც ეს თქვენი არჩევნებიდან რამდენი თვე გავიდა და დასავლეთისგან ლეგიტიმაცია არ გვაქვს, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ევროკომისრებისგან უკვე კეთდება განცხადება, რომ სამწუხაროდ არ არის გამორიცხული შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და მეტი კრიზისი რა გინდათ? შორს წაგვიყვანს ახლა ეს საუბარი და აუცილებლად დამთავრდება თქვენი მსჯელობის უმართებულობის წარმოჩენით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ
გადავიდეთ კონკრეტულ მე კითხვაზე, მზად ვარ, რომელიც თუ გაქვთ. ნებავთ, იმართლეთ თავი მეგეპასუხეთ. არაფერში გჭირდებათ უბრალოდ ამ პარალელის გაკეთება საბედნიეროდ, უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი ისეთივე ხელოვნურად მოგონილია, როგორც ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით კეთდებოდა აპოკალიფტური განცხადებები და აღმოჩნდა, რომ არც მთლად საფუძვლიანად. დაახლოებით იგივე ვითარება აპოლიტიკურთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ჩანს, ამას შედარებით მეტი დრო დაჭირდება, რომ ეს ჩვენ მზად ვართ სულ თქვენთან ინტერვიუ სხვა თემებზეც უბრალოდ თქვენი პრესამსახური რატომღაც არ გიშვებთ თუ არ ვიცი არ გონია თქვენ ვარსამბობთ ეხლა მაბატიეთ ეს ასევე მცდარი შეხედულებაა თქვენი იმიტომ რომ არავის გასაშვები და გამოსაშვები მე არ მჭირს პირადად აბა ხო თქვენ უარს ხო არით არც იმას დამაბრალებს ვერც იმას დამაბრალებს რომ როდესმე მედიას ვერიდები და კამერის შიში მაქვს ამას ვერ დამაბრალებს ვერავინ აქედან გამომდინარე ჯობია კითხვაზე გადახვიდეთ კარგით კითხვაზე გადავალ ეკონომიკას ეხება დაახლოებით კარგია რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს რიცხვებში სამ კვარტალშიც გაიზარდა 9.3%, წინა წელსაც ორნიშნა ზრდა ჰქონდა და ასე შემდეგ. მაგრამ ხშირად ჩდება კითხვა, რითი შეიძლება აიხსნას, როდესაც უკვე 2022 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქვეყანაში იზრდება. მარტში რეკორდულად გაიზარდა, უფრო სწორედ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია 700,470-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იღებს საარსებო შემწეობას. მათ შორის არიან უშუალოდ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულებიც და მესმის რომ წინასწარ ვიტყვი ბარემ თქვენ იტყვით რომ არ ხდება მათი გადამოწმება 4 წელი და შესაძლოა ამასაც უკავშირდებოდეს მაგრამ რაღაც კითხულობთ არა ამ ვიცი როცა კითხავს რომ დაახლოებით ვიცი რა პასუხს გამწევთ ამიტომ შემდეგი კითხვაც მზად მაგრამ კი რა ზუსტად თქვენ თონაც იცით რომ კი ბატონო თუმცა იზრდება იმათი რიცხვიც ვინც საზოგადოებრივ სამუშაოებზე არ დასაქმებულა უბრალოდ ახალი დაემატა რითი შეიძლება აიხსნას ეს რომ ქვეყანას ყავს 700,000-ზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღები. ეს თქვენ თვითონვე ბრძანეთ. საერთოდ როგორ არის ციტა თქვენ ესე მსჯელობთ რომ კარგია რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ მოაყოლებთ ეს. მაგრამ სიტყვა მაგრამ ხანდახან ისეთია რომ წინ მანამდე რაც თქვით შეიძლება იმას აზრს უკარგავდეს, მაგრამ ამას არ აქვს ახლა მნიშვნელობა. საქმე რაში გახლავთ რომ თქვენ თვითონ პასუხშივე ბრძანეთ. იცით რომ მოქმედი რეგულაციები როგორი გახლავთ სოციალური შემწეობის დანიშვნასთან და შემდეგით მოხსნასთან დაკავშირებით. დღეს პრაქტიკულად ბევრ მიზეზთა გამო ეს აბსოლუტურად ახსნადია, რატომ იზრდება რიცხვი და არ კლებულობს და ისიც გადასარევად მოგეხსენებათ, მე მგონია კარგად მოგეხსენებათ ეს თქვენც, რომ რეალურად იქ არსებული რაოდენობა ადამიანებისა რეალურად არ ასახავს ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა არსებულ მდგომარეობას, რაოდენობას, ბაზას და შემადგენლობას. სამწუხაროდ თქვენ მოგეხსენებათ, რომ ბაზაში და ამაზე გახსნილად უნდა ვისაუბროთ, დღესაც არსებობენ ადამიანები რეგისტრირებული, შემორჩენილი რეგისტრაციით იღებენ შემწეობას, მათ შორის ისეთი, რომელთა მდგომარეობა შეიძლება გადამოწმების შემდეგ ნამდვილად აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არის. მე რამ ადამიანებს გადასახადის გადამხდელები ბიუჯეტიდან ვუხდით ფულს და თუ ისინი კარგად არიან შედარებით, რატომ ვუხდით? მათ შორის ამას აქვს თქვენ მოგეხსენებათ, რომ არაერთგან იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში უნარჩუნდებოდეს სოციალური შემწეობა. თქვენ ეს მოგეხსენებათ, არაერთ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. ამის მიზანი და მთავარი ფუნქცია და დანიშნულება გახლავთ ის, რომ ადამიანებში, რომლებიც არიან სოციალური შემწეობის მიმღები, მათში წახალისდეს მაქსიმალურად ის, რომ მათ იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე. ამიტომ ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ახდენს გავლენას გარკვეული პერიოდის განმავლობაში სიჭარბეზე სოციალურად დაუცველთაობაზე. 700,000 ადამიანიდან დაახლოებით რეალურად რამდენი არის ისეთი, ვინც საჭიროებს სოციალურ შემწეობას სახელმწიფოს? ამის თქმა არ შემიძლია, ამას მომავალში რა თქმა უნდა, როდესაც შესაბამის მუშაობა დაიწყება, ეს გამოავლენს. გადამოწმებებს აქტიურად ახორციელებს სამინისტრო. არა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ამ წუთას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მხარე, რომელიც ინტერესსაც ეხება, ითხოვს გადამოწმებას. კი ბატონო. კიდევ ერთი კითხვა დამრჩა თუ შეიძლება ბოდი შევიდო სხვა დროს კითხვებს წერთ წერილობითაც არ მიგზავნი და ამიტომ ეს არის თვეში ერთხელ საშუალება ერთი. კი, სამწუხაროდ შეხვედრა მაქვს ერთ კითხვას დავსვამ უბრალოდ ამ საყოველთაოდ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით ბევრი წელი ამას სპეციალისტებიც ითხოვდნენ რომ ეს არის ყველაზე მთავარი როლი მათ შორის რომ ბიუჯეტის ფული უფრო ეფექტიანად იხარჯებოდეს. თქვენ ახსენეთ
120 რეფორმის შედეგად რეფორმა ამბიციურია, რადგან გულისხმობს 120 მილიონის ინვესტირებას და 166 მილიონის შეღავათი უჩნდება ჯანდაცვის სექტორში. 160 და დაახლოებით 160-მდე. რადგან BMG ვარ, მაინტერესებს კიდევ უფრო მეტადარცლად აგვიხსნათ, რა იგულისხმეთ ეს 120 მილიონის ინვესტირება მოუწევს დაწესებულებებს. პრიმიტიულად ავხსნა ეს ნახეთ ძალიან გასაგებად და მარტივად ავხსნა აქედან გამომდინარე. შეხედეთ, ვითარება არის ესეთი. პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია რაც არის, ის არის რომ უშუალოდ ახლო კომუნიკაციის შემდეგ, უშუალოდ და პირველადი კომუნიკაციის აქტიური ჩართულობის შედეგად შეიძლება თავიდან იქნეს არიდებული გართულებული ფორმების ზოგიერთი დაავადების. თუ ეს რეალურად წარმატებით განხორციელდა, შეიძლება ამას შეამციროს მაგალითად ჰიპერტენზიის განვითარების შედეგად ძალიან ბევრი გართულებული ფორმა, ასე ვთქვათ, რომელსაც ჭირდება სტაციონარული ძალიან ხარჯიანი მკურნალობა. თუ ეს წარმატებულად იმართა მაგალითად ჰიპერტენზიის მიმართულებით, ან გულის წნევა, ბევრი რამ. ამ შემთხვევაში რასაკვირველია ეს შეამცირებს სახელმწიფოს მათ შორის დანახარჯებს იმ მიმართულებით, რომელიც ჯანდაცვას ეხება. აი ამ თანაფარდობით ხმეთ 160 მილიონში, რაც შეიძლება რომ შეღავათი დიახ, ეს შეიძლება და 120 მილიონის ინვესტირება ეს ამ დაწესებულებებს მოუწევთ სახელმწიფოს განანაცვლებაზეა ლაპარაკი და სახელმწიფოს ინვესტიციაზე ეს არის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯამურად დასახარჯი თანხა. მათ შორის მე მოგახსენეთ რომ ეგრეთ წოდებული კაპიტაციის თანხა, აი პილოტირების რეჟიმში გარკვეული, ესე იგი ჩვენ ხო ვთქვით რომ გარკვეულ დამატებით ანაზღაურებას, გაზრდილ ანაზღაურებას გადავუხდით დაწესებულებებს, ექიმებიც მეც მიიღებენ, ოღონდ სანაცვლოდ მათ ექნებათ კონკრეტული შესრულების ვალდებულება, მათი საქმიანობა შეფასდება ახალი კრიტერიუმებით. აი ასეთ შემთხვევაში თუ ეს წარმატებული აღმოჩნდა, ერთმნიშვნელოვნად ის პარადიგმა უკვე იმუშავებს. ეს 6 დაწესებულება უკვე შერჩეულია ვინ არიან და რა კრიტერიუმით შეარჩიეს. ამასაც წარგიდგენთ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ კრიტერიუმები ყოფილიყო ისეთი, რომელიც მოიცავდა პრაქტიკულად ყველა კატეგორიის დაწესებულებას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ყოფილიყო საჯაროც და კერძოც. ეს ყოფილიყო რეგიონულიც, მაღალმთიანიც და დიდ ქალაქებში მოქმედიც. ეს ყოფილიყო შედარებით დიდი ზომის და მცირე ზომის და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მოაზრებულია, რომ ფართო ჩართულობა უნდა იყოს ამ ინიციატივაში. რეფორმის რია, ანუ რეგულირების გავლენის შეფასება გაკეთებულია და თუ კი ამასთან დაკავშირებით ვინ იყო ჩართული? ესე იგი, უშუალოდ იმ ფორმით, როგორც საკანონმდებლო დონეზეა ეს განსაზღვრული რეგულირების ზეგავლენის შეფასება, ასეთი ცალკე გაკეთებული არ გახლავთ, მაგრამ რეალურად ამ ნორმატიული აქტების მომზადების პროცესში არაერთი ეკონომიკური გათვლა გაკეთდა, რომელიც თავისი შინაარსით პრაქტიკულად ტოლფასია იმისა, რაც გახლავთ რია. და ბოლო კითხვა, რადგან მწვავე საკითხი არის, ჭიათურელ მაღაროელებს ეხება, 2 თვეზე მეტია აქციას მართავენ, იყვნენ ჩამოსულები თბილისში, ითხოვდნენ პრემიერთან შეხვედრას, არავინ შეხვდა, შემდეგ სამხედრო კომისიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, ახლაც ითხოვენ შეხვედრას უკვე უშუალოდ პრემიერის ჩასვლას ადგილთან და როგორც ვიცით, იქ კომპანიამ დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, პროკავშირები ჩართულია, მაგრამ არენდობიან, რაღაც ესეთი უცნაური სიტუაცია. სად ხედავს გამოსავალს ჯანდაცვის სამინისტრო? 3500-ზე მეტი ადამიანია იქ დასაქმებული, მოგეხსენებათ. ჩემთვის პირადად ეს საკითხი დგას ამგვარად. ძალიან მნიშვნელოვანია იქ მაცხოვრებელი ადამიანების, მომუშავე ადამიანების ინტერესის და უფლებების, კანონიერი ინტერესის და კანონიერი უფლების დაცვა. ეს უნდა განხორციელდეს, უბრალოდ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის ისეთი რამ, როდესაც შეგიძლია საერთოდ ანგარიში არ გაუწიო ბიზნეს მოდელების ან მაგალითად ბიზნესის ინტერესებს, რომელიც ასევე შეიძლება ლეგიტიმური იყოს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ბიზნესს, რომელიც გახლავთ დამსაქმებელი ორგანიზაცია, აქვს საკმაოდ დიდი სირთულეები. მენეჯმენტის მოდელთან დაკავშირებით, ბევრი მიმართულებით არსებობს გარკვეული სირთულეები, რომლის გადაჭრაშიც უნებრივია, რომ ყველანი ვართ დაინტერესებული. იმიტომ რომ ამის გარეშე რეალურად მათ შორის იმ დამსაქმებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა იქნება უაღრესად გართულებული. აი აქედან გამომდინარე, ჩემი მიდგომა ასეთი გახლავთ. მთავარი ამოცანა ეს გახლავთ თვითონ დასაქმებულების ინტერესების დაცვა, უფლებების დაცვა. მაგრამ ასე დროს აუცილებელია, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მხედველობაში იქნეს მიღებული საჭიროებები, რომელიც აქვს, ნახეთ, ის საჭიროებები, რომელიც აქვს უშუალოდ კომერციულ სტრუქტურებს, რომელიც არიან დამსაქმებლები. ამიტომ სამხრივი ფორმატი სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რელევანტურია ამ თვალსაზრისით, ამიტომაც ვფიქრობ, რომ წარმატებული იყო მათ შორის ის სხდომა, რომელიც გაიმართა.
რატომ იყო წარმატებული? იმიტომ რომ საკითხი სწორედ ამგვარად დასმის შესაძლებლობა გაჩნდა და მინდა აღვნიშნო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ აქაც ნუ შეეცდებით რომ ვითარება წარმოსახოთ როგორც ჩიხი. არა, ბატონო მიხეილ, ითხოვდნენ შეხვედრას, აი რა გახდა რომ შეხვდეს მინისტრი, პრემიერი, მაღაროელიც. დამისვით უნდა გაგცეთ პასუხი, შემდეგ თუ დაგჭირდება. თეორიულზე არ არის ლაპარაკი. იმ პერიოდის შემდეგ, რაც მართლაც ჩიხურად გამოიყურებოდა მდგომარეობა, როდესაც გამოსავალი არცაიდან არ ჩანდა, რეალურად იქ დღეს გამოსავალი ჩანს. კერძოდ კომპანიას აქვს კონკრეტული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაასაქმოს ის დასაქმებულები, რომლებიც მანამდე ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. არის კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით, კონკრეტული პროგრამა, რომელიც იქნა წარდგენილი და მე ვფიქრობ, რომ ის დამაჯერებლად უნდა გამოიყურებოდეს. ასეთია დღევანდელი მოცემულობა. ყოველ შემთხვევაში ის როგორც ის იყო, ეს ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ ახალი პერსპექტივა ჩანს. აი რო შეხვდეს მინისტრები, მაღაროელიც, აი რა პრობლემა არის, იმიტომ რომ სამხედრო კომისიის შეხვედრაზეც მათი პრეტენზია ის იყო, რომ მე რატო ჩვენ რატო არ ხვდებიან. არა, სამხედრო კომისია ხო იცით მისი ფორმატი. ხო, საქმე რა ნუ შეეცდებით, რომ ემოციებს მისცეთ შესაძლებლობას. ერთი იქ პირველი ესე არა, რომ იქ არავის არ ხვდება და ასე შემდეგ ასე. მე ნამდვილად არ მახასიათებს აგორაფობია, მაგრამ რა შეეცით საქმე, რომ მე მგონია, რომ არასწორად ცდილობთ საკითხის წარმოჩენა. ერთი წამით თქვენ თუ ხედავთ შესაძლებლობას მინისტრის უშუალოდ შეხვედრის და ჩართულობის შემთხვევაში საკითხთა ასე გადაჭრის პირობებს, მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ცდებით. მე მგონია, რომ ამას ცოტა სხვაგვარად ჭირდება. მონაცემების დამუშავება ჭირდება, რეალურად მუშაობა ჭირდება და არა რაღაც საჩვენებელი შეხვედრების გამართვა. მერწმუნეთ ეს ასეა, ამიტომ უმჯობესია ალბათ ჩვენ დრო დავუთმოთ უშუალოდ საქმეზე მუშაობას ნამდვილად ასე გახლავთ. რეალურად არაერთი შეხვედრა გამართულა, არაერთი მუშაობა არის გაწეული და ჩატარებული იმისთვის, რომ იქ ჩიხიდან გამოსავალი ნაპოვნი იყოს. ან ხელოვნურად ვინმეს ჩიხის მოწყობის შესაძლებლობა არ მიეცეს. დიდი მადლობა.